გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრმა ელგუჯა ხოქრიშვილმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი შოვნაძემ და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის წარმომადგენელმა ერთობლივ შეთანხმებას ხელი მოაწერეს. მემორანდუმის ფარგლებში საქართველოს 3 დაცულ ტერიტორიას კინტრიშ, ყაზბეგს და ალგეთს მაღალი გამავლობის 6 ახალი ავტომობილი გადაეცა, რაც დაცული ტერიტორიების ინფრასტრუქტურის განვითარებას შეუწყობს ხელს. აღნიშნული ავტომობილებით დაცულ ტერიტორიებზე რეინჯერები მონიტორინგს უწყვეტ რეჟიმში განახორციელებენ. დაცული ტერიტორიების სააგენტო გაფორმა მემორანდუმი გერმანიის განვითარების ბანკთან. მემორანდუმი გულისხმობს, რომ გერმანიის განვითარების ბანკი გადაცემს 6 მაღალი გამავლობის პიკაპის ტიპის მანქანებს. ეს მანქანები მოხმარდება დაცული ტერიტორიების მონიტორინგს, ანუ რეინჯერებს გადავცემთ და ისინი მომსახურებიან 3 დაცულ ტერიტორიას. დაცული ტერიტორიების ხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში, ეს არის გერმანიის და საქართველოს ფინანსური თანამშრომლობის ფარგლებში მიმდინარე პროგრამა, რომელიც KfW განვითარების ბანკის მიერ ფინანსდება.